ლევან მურუსიძე მოსამართლედ შესაძლოა უვადოდ გამწესდეს. საკითხზე ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭო მსჯელობს. მისი წევრები ლევან მურუსიძეს ხვდებიან დასმულ შეკითხვებს შორის იყო სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, ასევე მონაწილეობდა თუ არა მურუსიძე უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევის პროცესში. საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ ლევან მურუსიძის მოსმენა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პარლამენტმა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა გადადო. გიორგი კობერიძე გვერდება თემის დეტალებით, პირდაპირ ეთერში გიორგი გისმენთ. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ განსხვავებულ ფორმატში მიმდინარეობს ლევან მურუსიძის გასაუბრების პროცესი. ის უკვე თითქმის 2 საათია გრძელდება და ამ პროცესს ესწრებიან ტელეკამერები. ამ ტელეკამერების დასწრება კი თავად ლევან მურუსიძის თხოვნით მოხდა, რადგანაც მისი განცხადებით მას სურს, რომ უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მისი მისამართით ბოლო 2 წლის განმავლობაში ისმოდა და როგორც მურუსიძე ამბობს, ეს იყო სპეკულაციები, მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები. ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რომელიც ლევან მურუსიძეს არამოსამართლე წევრების ნაწილმა დაუსვა, ეხებოდა სანდრო გირგვლიანის საქმეს, როდესაც მურუსიძე იმ პერიოდში მუშაობდა უზენაეს სასამართლოში და დაზარალებული მხარის განცხადებაზე ზეპირი მოსმენის ჩანიშვნაზე მაშინ სასამართლომ უარი განაცხადა. როგორც ლევან მურუსიძემ განმარტა, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ დაზარალებული მხარეს თავად არ ჰქონდა შემდგომი ინსტანცია გავლილი, ასევე როგორც მურუსიძემ თქვა, ზეპირი მოსმენის შემთხვევაშიც კი რაიმე ტიპის გადაწყვეტილების შეცვლა ვერ მოხდებოდა მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე და ასევე უზენაეს სასამართლო ამ საქმეს ვერ ჩააბრუნებდა წინა ინსტანციაში. ასევე ლევან მურუსიძეს კითხა კიდევ ერთმა არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, ის არის თუ არა მოსამართლეთა კლანის ერთ-ერთი წევრი, ის და მიხეილ ჩინჩალაძე, რაზეც ლევან მურუსიძემ კატეგორიული უარი განაცხადა, უარყო ეს შეფასება და ასევე ნაზი ჯანეზაშვილმა მას კითხა, მონაწილეობდა თუ არა ლევან მურუსიძემ საბჭოს წევრებთან ერთად უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესში. მე რო ისე ამბობდა გავიდე სასამართლო სისტემიდან, სიმართლეთა ამაზეც მქონდა დაფიქრი. მე უნდა წამეყოლა ყველა ეს უარყოფითი დაასკვნა ტენდენცია ჩემს მიმართ და ხალხი იფიქრებდა იმას, რომ ლევან მურუსიძეს მართლა აქვს ჩადენილი ის ყველაფერი, რასაც თქვათ მას აბრალები და რასაც მას უყენები. მინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, გაცხადდეს სიმართლე, მინდა რომ მოვისმინო პირდაპირ ვის რა პრეტენზია აქვს, გავცე შესაბამისი პასუხი. მე თვითონ ვუხურე ირინა ენუქიძეს, გურამ გირგვლიანს და გურამ ენუქიძეს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში დაწყებული გიორგი ჩემიანდა, რომელიც სახში წავიდა, აპელაციით და დამთავრებული უზენაესით ეს ყველაფერი თქვენთან მოხდა და არ ვიცი მე თქვენთვის ეს მძიმეა თუ არა და მე არ მალავ ამ შემთხვევაში ეს ნამდვილად მძიმე გადასატანი იყო ეს საკითხი. იმ შემადგენლობამ უარი უთხრა ზეპირ განხილვის შესაძლებლობაზე, ბოლო შანსზე, სამართლის ბოლო შანსზე სტრასბურგამდე ამ ოჯახს. რეალურად მას თეორიული შანსიც არ ექნებოდა იმისა, რომ მისთვის სასიკეთო რაიმე გადაწყვეტილება გამოსულიყო. ამიტომ უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს საერთოდ არ იყო დასაშვები დაზარალებული საჩივარი, მაგრამ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც შესაბამისად საზოგადოებაში იყო, დაუშვა დაზარალებული საჩივარი და უბრალოდ ზეპირი მოსმენის გარეშე განუმარტა, რომ სასამართლოს ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე არ ქონდა იმის საშუალება, რომ დაეკმაყოფილებინა დაზარალებულის ინტერესი, დაეძებებინა კვალიფიკაცია, ასევე საქმე დაებრუნებინა დამატებით გამოძიებაში, სხვა პირების პასუხისმგებაში მიცემის მიზნით. არის გავრცელებული მოსაზრება და ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან გავლენიანი პირი სასამართლო სისტემაში გახდა თქვენი კოლეგა მიხეილ ჩინჩალაძე. თუ შეიძლება თქვენ რომ გითხრათ ამის შესახებ, რას ფიქრობთ? მიგაჩნიათ თუ არა რომ სასამართლო სისტემაში არის კლანი? თქვენ ხართ თუ არა იმ გუნდის წევრი, რომელიც მართავს სასამართლო სისტემას? სასამართლოს ლიდერი მე პირდაპირ გემოვნებით ეხლა ამ თემებში ვარ მე ლევან მურუსიძე. ამიტომ თქვენ გაქვთ ურთიერთობა მოსამართლეებთან და გითხეთ ყველას. რა საშუალებით, რა ხერხებით, გაშინება არის ეს, თქვათ რაღაცა იმის შიში აქვთ ლევან მურუსიძის მიმართ, რამე რომ ეს ერთ აზრზე და ერთ პოზიციაზე არიან, რამეს აიძულებს ლევან მურუსიძე რომ რამე გაკეთდეს და ასე შემდეგ. ამიტომ ამ კლანზე საუბარი მიმაჩნია რომ არის აბსოლუტურად უსაფუძვლო.
ლევან მურუსიძესთან გასაუბრება აქციის ფონზე დაიწყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან მურუსიძის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ პარტია თავისუფალი საქართველოს წარმომადგენლები, ასევე ადვოკატების ნაწილი, როგორც ისინი ამბობდნენ, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია მურუსიძის უვადოდ გამწესება და ისინი საბჭოს წევრებს მოუწოდებდნენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ, რადგანაც მათი ერთ-ერთი არგუმენტი იყო, რომ მათივე შეფასებით ლევან მურუსიძე ყოფილი ხელისუფლების ერთ-ერთი რჩეული მოსამართლე იყო და ის იღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყოფილ ხელისუფლებას სურდა. რაც შეეხება ლევან მურუსიძესთან გასაუბრებას, როგორც არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობს, ეს გასაუბრება მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაეს სასამართლოს კანდიდატები განხილვა გადადებულიყო საგაზაფხულო სესიისთვის, როგორც არამოსამართლე წევრები ამბობენ, სწორედ ამიტომ მოსამართლეების ჯგუფის ამავე ჯგუფის, რომელიც მიხეილ ჩინჩალაძეა, ამავე ჯგუფის კიდევ ერთი წარმომადგენელი ლევან მურუსიძის დანიშვნა გადაწყვიტა საბჭომ, რასაც საბჭოს მოსამართლე წევრები კატეგორიულად არ ეთანხმებიან. მადლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გიორგი კობერიძე გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში.